თქვენ უყურებთ Ultimate episode, სადაც ვითამაშებთ ყველა იმ თამაშს, რომელიც ჩემს არხზე დადებულა. რამდენი შეყვარებული ყავდა ოზი? ეპიზოდში გაერთიანებული იქნება 6 მთავარი კონტენტი, სადაც მონაწილეობას 4 იუთუბერი მიიღებს და გამარჯვებული მხოლოდ ერთი გახდება. ლაშა სულწბიერი სახე აქვს. ვერასდროს გაიგებ ლაშა სახეზე ვერაფერს. ლაშა ურთიერთობაში როგორია ნეტა? სტუმრად გვეყოლებიან ტეტრისელები, რომლებიც იმდენი ხანია YouTube-ზე არ გამოჩნდნენ. ტეტრისი და რაბანა გიდო და გეთქვა. რომ ბევრი კონტენტი გამაზეს. ჩემს არხზე, ამიტომ გადავწყვიტე რომ სტუმრად მომეწვია და ყველა თამაში ერთ ვიდეოში მეთამაშებ. დარწმუნებული ხარ მაგ სიტყვებში რაც წარმოთქვი, ხარ რომ გამაზესო? ტეტრისის პარკლებში ვაბობ, რაბა თორე. გადათელი, ანუ watch time უფრო მეტი გაქვს ჩემ არხზე ვიდრე მე. ნაღდა ანუ თქვენ იქნებით ერთმანეთის წინააღმდეგ, გამარჯვებული მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს. ესე ამყელას. გული მიგზნობს ოზე ჩაიხდის და თუ მზად ხართ, გადავიდეთ პირველ ეტაპზე, რომელიც იქნება YouTube აუქციონი, ოღონდ ცოტათი შეცვლილი ფორმატით. აუქციონზე მონაწილეობით გამოვა 3 ლოტი, მოთამაშეების მიზანია დაწერონ და გამოიცნონ თითოეული ლოტის ფასი. ის ვინც ყველაზე ახლოს იქნება რეალურ ფასთან მიიღებს 1 ქულას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდში მოთამაშეს მაქსიმუმ 3 ქულის აღება შეეძლება. ჩვენი პირველი ლოტი სტუდიაში, რომელიც გახლავთ ქათმის საბმელი. თქვენ შეგიძლიათ ცხოველთა მოყვარულებს თუ არ ყავთ მაგალითად იმის საშუალება არ გაქვთ რომ ძაღლიან კატა იქონიოთ და ყავთ მაგალითად ქათმები ან მამლები, შეგიძლიათ ესეთი ქათმის საბმელი შეიძინოთ და ქუჩაში ასეირნოთ იმისთვის რომ არ გაიქცეს თქვენი უსაყვარლესი შინაური ქათამი. თქვენი აზრით რა ღირს ეს ქათმის საბმელი? მზად ხართ რა? თქვენ ეს ლოტი ხო არ იცოდით? ეგრევე დაწერეთ. ძაღლები ვიცი რომ გიყვარს. ქათამი თუ ყავთ სახში ბატონო. ქათამი? ქათმებში ვარ გაზრდილი საერთოდ. თუ ყველანი მზად ხართ, შეგიძლიათ უატრიალოთ და გვანახოთ რა ღირს ეს ქათმი. $40 39 ის რა? მე დამხარ. კლიანის გადავიდა. დამატებითი ქულა თუ შეიძლება დაუწევოთ აი ამ ადამიანს 34 99 95 შენს რა? მე სიბერეში დაგხატე. ჩვენი ქათმის საბმელი ღირს $3 არა. ბენი გილოცავ, იმიტომ რომ 19 და 99 არის ეს მასი და პირველი ქულა. ერთი წამი 99 მეგავარტი. მეორე ლოტის დრო არის, რომელიც გაახლავთ ჩაეჩ. iPhone-ის ჭიპლარისებრი დამტენი. ეს არის მეგობრებო, ხელნაკეთი, უნიკალური დამტენი. ბუნებრივია ბიჭო? არ რაღაც აქ ბუნებრივიაო მესმის და ცოტა ინსპირაცია უბრალოდ ჩათვალეთ ჭიპლარი და ამ ხილა ჭიპლარი არ მინახავს ხოლმე. აი ესე ტენის მეგობრებო, ჩვენი დამტენი. ამის მომგოს დედის აი ხა მეგონება ძალიან იაფი და ეღირება ძალიან ძვირი, მაგრამ დავწერ ძალიან ძვირს და ეღირება ძალიან იაფი ჩანს. 350, 99, 99, 150 და 199.99. ჩვენი ეს iPhone-ის ჭიპლარისებრი დამტენი ღირს მეგობრებო $4200. ანუ ეს და ერთი ქულა წაიღო გაბუნი, იმიტომ რომ თქვენ შორის ყველაზე მაღალი ფასი. ბიჭო, აიგერი იაფი არის. $100 იმაზე გინდა ჩოულებრივი დამტენზე შეშემო. მე მგონი ხა ეს ჭიპლარი. ორიგინალი დამტენი ის მეგობრებო მაგდია. ჭიპლარისებრი დამტენი, რომელიც თან იმინა თან ასე ადეთებს. მოძრაობს. თითო ქულა აქვს გაბუნიას და ბენის. ახლა გადავდივართ მესამე ლოტზე, რომელიც გახლავთ დაჩი ჩემი გოჭი. ზღვის გოჭის აბჯარი. ეს აბჯარი მეგობრებო, შემიძლია გითხრათ რომ eBay-ზე გაიყიდა აუქციონის სახით. ეს მაგარი ძვირით ეღირება. იმ დროში სადაც ამდენ რაღაცა ამდენ იმაში ფული იხარჯება ის ანუ რომელი შიზოიდი ემზადება ზღვის გოჭების ომისთვის. ხო მაგრამ პროსტა უხდება ალბათ და მაგ კონჩი. მე მგონია რომ ძალიან ცოტა დავწერე. 790 10,000 მაგას ფიქრობდი თავიდან, მაგრამ მე eBay რო გამახსენდა 1850. უსაყვარლესი ზღვის გოჭის აბჯარი სინამდვილეში ღირს $2. $24,300 მეგობრებო. eBay-ზე გაიყიდა მაგდენად? ყველაფერს აუკეთოს იმსახურება ჩვენი ზღვის გოჭი. აიღებს ჩვენი ბექა. ომი რო დაიწყოს ყოველ შემთხვევაში ექნება და. დაჩი მაგარი კაცი. ჩვენი პირველი რაუნდი დაამთავრდა და თითო ქულა აქვს ჯერჯერობით ბენის, ბექას და გაბუნიას. ახლა ვიწყებთ ჯახის ეპიზოდს. ჯახის რაუნდს ვიწყებთ, სადაც მეგობრებო, სამ დაწყვილდებით, 4 ბარათი მაქვს, 2 ლურჯი, 2 წითელი და თუ შეიძლება აიღეთ.
ამ რაუნდში მოთამაშეები ორ გუნდად დაიყოფიან შემთხვევითობის პრინციპით. გუნდებს მოუწევთ მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხების გაცემა მონაცვლეობით. მათი მიზანია რაც შეიძლება მეტკულიანი პასუხები გამოიცნონ, გამარჯვებული წყვილი კი მიიღებს 2-2 ქულას. კონდი. არ მინდა. არ მინდა მე გაპაზარებული. არა, გამოსწორების ჩანს გაძლევ, გადი. კითხვა ნომერი პირველი და ბოლო. რა შეიძლება დაკარგოს მამაკაცმა, რის შემდეგაც ნაკლებად მიმზიდველი გახდება? რა შეიძლება დაკარგოს მამაკაცმა? რა, ეგრევე გადაწერა მოინდომა. ეგრევე გადაწერა. რა შეიძლება დაკარგოს მამაკაცმა, რის შემდეგაც ნაკლებად მიმზიდველი გახდება? თმა. თქვენი აზრით როგორი პასუხია? დიდებული. და მე გეტყვით რომ ეს არის პირველ ადგილზე. კითხარი ამოსაკაჩი გაკმეთქი? არაფერი არ დამთავრებული, რადგან ამ კითხვას აქვს 9 პასუხი. 100 პოტენციური ქულიდან 30 ქულიდან წაიღო ამ. ამიტომ ახლა თქვენი მიზანია, ბექა შენ გააგზელე ერთი ვარიანტი და მითხრა. ამ პასუხში გაერთიანებულია თმა წერი ულვაშია. რამე სხვა პასუხი გვჭირდება ახლა ბექა. თქვენი აზრით? სუნამო შეიძლება. რა მითხრა? დაკლა. ნელა შეჩემა. აი ხარჩაგარ. ესე მიყურებს და მარტო შეჟახაფი. სუნამო. აი ხა რაც გავაკეთე, მაგის დაკარგვა არის ერთ-ერთი აქ პასუხი. შეჩემა, დატოვა აქ რაღაცი. მიღებულია რა ვქნა ძმო? მინდა გითხრათ და შეცუნამო დაკარგე. და ეს პასუხი არასწორია. რა თქმა უნდა, ასწორი ყოფილიყო არა და თქვენ გაქვთ ერთი შეცდომა. სამ შეცდომაზე ვაფშე ტოვებს სამს. ერთი შევით. რა შეიძლება დაკარგოს მამაკაცმა, რის შემდეგაც ნაკლებად მიმზიდველი გახდება? კბილებს ვიტყოდი. და მე მინდა გითხრათ, რომ დამატებითი 8 ქულა ისევ წაიღო ამ გუნდმა, იმიტომ რომ მეოთხე ადგილზე არის კბილები. ახლა თქვენი მიზანია მეორე ადგილი უნდა გამოიცოთ რამენაირად. მე ვიტყვი თვალს. თუ გატროა, ბარემ გატროა იყო თვალი. თვალი არის ჩემი პასუხი. მე გაბუ ვერ შეგეწინააღმდეგები, ცალთო არა მამაკაცინა, ნამდვილად ნაკლებად მიმზიდველი იქნება, თუმცა ეს პასუხი არ არის. ისევ თქვენ ხართ მეგობრებო. და ამჯერად ბენის ჯერია. ქონებას თუ დაკარგავს. ქონებას თუ დაკარგავს. მე მინდა გითხრათ, რომ 14 ადამიანი ეთანხმება ბენის, იმიტომ რომ ფული, სამსახური, მატერიალურს, რასაც შეეხება ქონება, ბენი მართალი ხარ შემოძმაო. თუ ადამიანი თავის სამსახურს და ქონებას დაკარგავს, ის ნაკლებად მიმზიდველი გახდება, თუმცა ხშირად ყოფილა რომ როდესაც სამსახურს კარგავს ადამიანი, მაგრამ იწყებს ბიზნესს, ხდება თვით დასაქმებული და გაცილებით მეტად წარმატებული ხდება, ხომ ასეა? ამიტომ თუ თქვენ წარმატების გზაზე დაგჭირდათ საჭიროება, თქვენ შეგიძლიათ კრედო ბანკის საშუალებით მოითხოვოთ ციფრული სესხი 20,000 ლარის ოდენობით და უმარტივესად იმ წუთშივე დაიმტკიცოთ ეს თანხა. არ აქვს მნიშვნელობა სამსახურიდან გაქვთ შემოსავალი, ბიზნესი გაქვთ, თვით დასაქმებული ხართ თუ ფულადი გზავნილები გაქვთ უცხოეთიდან, შეგიძლიათ მაიკრედოს მობაილ ბანკით ან კრედო ბანკის ოფიციალურ საიტზე შეხვიდეთ, გააკეთოთ განაცხადი და უმალვე დაიმტკიცოთ 20,000 ლარის ოდენობით თანხა. 14 ქულა არის დამატებული კუნთები. კუნთები. არის ასეთი პასუხი. ეს არის მეგობრებო, მე-9 ადგილზე არის წონა, აღნაგობა, მათ შორის ფიზიკურიც აღნაგობა საოცრად შევა და 2 ქულა მეგობრებო. არა, თვალი მაინც გადაამოწელა, შეიძლება იყოს მაინც. ვაგზავნებთ რა ბანკი შეიძლება? განაყოფიერებას ვიტყოდი. ვახ. ნაყოფია. შეიძლება უფრო კონკრეტული არა, მოიცედი. კონკრეტული sperm. განაყოფიერებას უნდა გასაგებს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს 7 ადამიანი. სასქესო ორგანოს. გამო თქვენი ჯერია. სუნამამ რო არ გაჭრა დუხი თქვენ. მეორე ადგილი არის ჯერჯერობით გამოსაცნობი. მეორე ადგილი ბიჭო. ანუ ძალიან პოპულარულია და 23 ადამიანი იძახის ამას. და თქვენი აზრით შეიძლება მამაკაც არ გქონდეს? ღირსება. მეორე ადგილზე არის ღირსება, ნამუსი, საქონელი. დაკარგავს ღირსებას და ნამუსს ნაკლებად მიმზიდველი ხდება და 23 ადამიანი იძახის 23 ქულა რა შეიძლება დაკარგოს მამაკაცმა რის ვაჟიშვილობა და ეს არის აი ხოვაზე ხარ რა პროსტა ვიხუმრი რა მე შოუ დაგი რა
დარჩენილი არის მეხუთე პასუხი, მეშვიდე პასუხი და მეშვიდე მგონია რომ რაბან შენ განსაკუთრებით უნდა გამოიცნო და მერვე პასუხი. დილობა მაშინ. ზრდილობა არის მეგობრებო ასეთი პასუხი. დილობა თუ დაკარგო. მერვე ადგილზე არის ზრდილობა, ზრდილობა სად დაკარგეო? როგორ არ გაგიგიათ? თქვენ არ უბრალოდ თქვენ როგორ არ გაგიგიათ? რაბან რა შეიძლება დაკარგოს? იუმორი? ჩემი მეშვიდე ადგილზე არის იუმორი მეგობრებო. მაგარი ბიჭები და მენა საუბრობ. ბენი რაბანას გუნდს მიულოცოთ გამარჯვება 2-2 ქულა წაიღეს 3-2 თითოეულ ჯერჯერობით რა. მეხუთე ადგილზე იყო შარმი, ქარიზმა და ჯახის ეპიზოდიც უკვე გავიარეთ. მესამე რაუნდი არის ინტუიციის ხვარზე. ახლა თქვენს ინტუიციას დავტესტავთ, სადაც ერთ მოთამაშეს შეგიძლიათ მაქსიმუმ 4 ქულა აიღოთ, რომლებიც არის მაგნიტების სახის წარმოდგენილი. თქვენი მიზანია კითხვას რომ დავსვავ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე პასუხზე, ან გადაანაწილოთ ეს მაგნიტები, ან ერთ რომელიღაცა პასუხზე დადეთ, რომელი პასუხიც იქნება სწორი და მასზე განთავსებული მაგნიტებით გადახვალთ მეორე კითხვაზეც. მეორე კითხვის ბოლოს რამდენი მაგნიტით შეგრჩებათ იმდენ ქულას წაიღებთ. და მე ძალიან მაინტერესებს თუ რა პასუხს გასცემთ პირველ კითხვაზე, იმიტომ რომ თქვენთვის თემატური კითხვა მაქვს. ამიტომ ჯერ ვაჟღერებ პასუხებს. 5, 6, 7 და 8. კითხვა ნომერი 1. რამდენი ფიგურაა კლასიკურ ტეტრისის თამაში? 3 წუთი გაქვთ დრო წამზებით ჩაიგდო. არაკლასიკური რომელია? რავი, ხა რაღაცები მე ბევრი ვერსია გამოვიდა და კლასიკურში თავდაპირველში ალბათ, ხო? შეგიძლიათ გაიხსენოთ და რავი დაითვალოთ რა. ბენი რამდენი გონია? მე რამდენიც გონია მიდევს უკვე. უკვე 4-ვე გიდევს? კი, გადავანაწილე. გადაანაწილე. მე ვიცი რამდენიც. თქვი მე რა პრობლემა? შეგიძლიათ მოიტყუო არ 5-ია. 5-ია? 5-ია. ერთი ფიგურა გითხარი რომელიმე ბენი, აი. ხაზი სწორი. სწორი ხაზი არის ერთი ფიგურა. იცოდით რომ ტეტრისში გამოყენებული ფიგურები სინამდვილეში ასოებია ლათინური. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეორე კითხვის დასმის შესაძლებლობა მექნება. ხო არა. როგორ სტრატეგია აიჩია? ნუ ბენი ამბობს რომ გადავანაწილეო. 2 პასუხზე თუ 2-ზე. 2-ზე. ძალიან დიდ რისკს გავდივარ, შეიძლება ვაფშე დავტოვო თამაში. არჩი მეც რისკავ რა. შეც რისკავ? 1-ზე და არა, 1-ზე არ დავდე, მაგრამ 1-ზე დავდე 3. კაი, დრო შეწყდა. 7-ზე მიდევს. 7-ზე გიდევს 3 მაგნიტი. და 8-ზე მიდევს 1. 8-ზე გიდევს 1. მე 5-ზე მიდევს 3 და 6-ზე მიდევს 1. ვა, მეც მასე მაგ ზუსტად. ამის მეც. მე მგონი სუნამოს მერე გასაკვირი არ იქნება რომ იწერს ის ადამიანი გვერდით ამ ყოფისგან. ბენი შენ რამდენი ქულა გაქვს? მე მაქვს 3 ქულა. ხო და მე შენ გეტყვით მე რომ შენ შეგიძლია თამაშის ბოლოს პოტენციური 6 ქული დაამთავრო, იმიტომ რომ სწორი პასუხი იყო 7. ვა. მე გითხარით. რაც იმას ნიშნავს რომ თამაშს მხოლოდ ბენი აგრძელებს. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ და იმის გამო რომ თქვენმა მოწინააღმდეგე ბენიმ არ აიღოს მაქსიმალური 3 ქულა, შეგიძლიათ ურჩიოთ სწორი პასუხი. 1, 8, 22 და 47 და კითხვა ნომერი 2. ბენი, 3 წუთი გაქვს მოსაფიქრებლად. რამდენი კბილი აქვს კოღოს? კოღო რომელი? მაგას ვუწერ. კოღოს აქვს 1. დიდი. 1-დან აღდია. 1-დან აღდია. ბენი, მართლა ვიყავ მეგობრულად, პირველი, მეორე, მესამეზე დავდებდი და მეოთხეს დავიკიდებდი. 1-ზე და 2. 1-ზე მიდევს 2 და 8-ზე მიდევს 1. რაბან? რამდენად მოუწონებთ ბენის? ბიჭო, მეც ურჩიე, ეგრე ალბათ უფრო ლოგიკური იქნება. 22 კბილი თუ აქვს, მაგის მუტატი დედა. მე გეტყვით რომ 8 არ არის სწორი პასუხი. არც 22 არ არის სწორი პასუხი და ერთი კბილი, რომელიც ჩვენმა ბექამ თქვა რომ შეიძლება ეს ერთი კბილი, რომელიცაც სისხლს წოვსო, ციცრუეა. სინამდვილეში კოღოს აქვს 47 კბილი და თქვენ სამწუხაროდ მოусმინეთ თქვენს ტეტრისელს. ბენი სამწუხაროდ, მაგრამ დანარჩენი 3 მონაწილეს საბედნიეროდ 0 ქულა აიღო ბენიმაც და სხვებმაც. ამიტომ გადავდივართ ახლა ექსპერიმენტზე, სადაც ძალიან საინტერესო ნომერი მაქვს ტეტრისელებისთვის მომზადებული. მეგობრებო, გადავდივართ ექსპერიმენტზე, სადაც თქვენთვის ერთი ნომერი მაქვს მომზადებული. ამ ნომერში 4-ვე თქვენგან მიიღებთ მონაწილეობას და ბოლოს უნდა გადაწყვიტოთ ეს ექსპერიმენტი შესაძლებელია თუ შეუძლებელია. იმის მიხედვით რომელ ბარათს აწევთ, მწვანეს თუ წითელს. მოსაფიქრებლად სულ რაღაცა წუთი ნახევარს მოგცემთ მოსაფიქრებლად. მაგრამ სანამ უშუალოდ ნომერზე გადავალთ, მინდა გაბუნიამ დაასახელოს ნებისმიერი სფერო, სადაც შეიძლება ადამიანი გახდეს წარმატებული. მსახიობი მაგალითად. კინომატოგრაფია, მთლიანად ფილმები. შეიძლება იყოს მსახიობი. კარგი, მოდი ბექამ ახლა აირჩიოს ქალბატონი ან მამაკაცი, რომელიღაც უნდა აირჩიო. მამაკაცი. მამაკაცი მსახიობი.
რაბან თუ შეიძლება აირჩიეთ მოქმედი მსახიობი თუ არამოქმედი მსახიობი. არამოქმედი. არამოქმედი მსახიობი. ბენი, შენახმა დაასახელო ნებისმიერი არამოქმედი მსახიობი, ოღონდ ეს აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი ადამიანი. აი ახლა ტვინში მეტრიალებს ერთი არ დაწერე, არ ვიცი რაც გაგა. ხო და მგონია რომ აი ახლა ეუბნები რაღაცას ტვინში. დაწერე ერთი ადამიანი უბრალოდ. მეც დავწერ ჩემს გადაწყვეტილებას, კარგი? და ასე მოვათავსებ მეგობრებო. თქვენ შეგეძლოთ აგერჩიათ ნებისმიერი სფერო, სქესი, მოქმედი თუ არამოქმედი და ნებისმიერი ადამიანი დაგეწერათ. მაგრამ რაღაც ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეთ და მე აი აქ მინდა გითხრათ, რომ მიწერია ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ბატონმა ბენიმ დაწერა თავის დაფაზე. ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, ამიტომ თქვენ ახლა უნდა გადაწყვიტოთ, ეს არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებთ ინდივიდუალურად და დაფიქრდით, რომ თქვენ ხართ ერთმანეთის წინააღმდეგ. ერთ მაგალითს გეტყვით რა, წინაზე იყო ეგეთი ისა რა, რომ ბუშტები გვეჭირა და ამ ბუშსო, ამ პულტითო შემიძლია რომ ავაფეთქო რა, გავხეთქო რა. მაგის გაკეთება ვერ შეძლო. არ და იქამდე ისეთი რაღაც გამოიყვანა, რომ ის უფრო შეუძლებელი იყო რო რამე რა. ამიტომ ხო რა, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე აქტიური მაყურებელი ვარ ლაშეს კონტენტის და ზუსტად ვიცი რა შეუძლია და რა არ შეუძლია. 1, 2 და 3. გაიყო ხმები, რა მოვატრიალე. მწვანე. შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღე. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ხმები გაიყო ისევ დავიცევთ ან ავშენდებით. ეს ორი ადამიანი და სხვათა შორის პირველ მეორეზეა ფიქრობს რომ შესაძლებელია, ეს ორი ადამიანი ფიქრობს რომ შესაძლებელია. თუ შეიძლება ამოვატრიალე პასუხი? ჩარლი ჩაპლინი. რაოდენობით უცნაური არ უნდა იყოს. მობძანდით და მინდა რომ ეს აი ესე დაიჭირო და გახსნა თუ შეიძლება. ჩემი გაი. ეგა ბედი. არა, ეს არას იძახდა რა თუ ამ. არას ვიძახდი. შენ რატო ამოიღე? არა ხომ მქონდა გადაწყვეტილი და მე რა გავაკეთე, იცი, აი შემთხვევით მეთქი რაც ამოა ის იყოს მეთქი რა და ბედიღბას მივანდე რა. მეგობრებო, ეს ექსპერიმენტი შეუძლებელია. თუმცა მე ბენის არ ვაწყენინებ და მე მას ვაძლევ გარანტიას, რომ ამ ფოკუს შესაძლებლად გავხდი და ერთ დღეს ამ ფოკუს აუცილებლად ვანახე. ძალიან დაიძაბა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ქულათა, ასე ვთქვათ, შეფარდება არის 3, 3, 2, 3 ქულა. და ვაგრძელებთ ახლა თამაშს. ბეჭო, ანუ ეს არის ფილმის სცენარი, შეჩემა თავიდან ესენი იგებენ, ისინი აგებენ, ანდერდოგები არიან, წკაპუცები. იქაჩება და ბოლო რაუნდში უნდა გადაწყდეს ვინ გაიმარჯვოს. ანუ ეს არის სცენარი, შეჩემა. ვაგრძელებთ უგემრიელესი სანდომით ჩვენს გადაცემას და მე შეგახსენებთ, რომ სანდომი არის ჩემი არხის სპონსორი, რომელიც ამზადებს ევროპული სტანდარტებით ქართულ პროდუქტს და აგერ ჩვენს სტუმრებსაც მე მგონი როგორ მოგწევთ მეგობრებო, დაგემონებით. ძალიან მაგარია. ვაუ. ვაფლი მირთვით, იმიტომ რომ გონებას გაგიხსნით, ახლა დაგისვამთ კითხვას, სადაც საჭიროა თქვენი კრეატიული პასუხები და სწორედ ეს კრეატიული პასუხები გადაწყვეტს თუ რამდენ ქულას აიღებთ. ამ რაუნდში მონაწილე შეუძლია მაქსიმუმ 2 ქულა აიღოს. სხვათა შორის ერთმა ჩემმა გამომწევმა დაწერა, გადაცემის სახელი რომ გააცუცურაკე უფრო უკეთესი იქნებაო და აი მაგ გამომწერის სახელით მე ავდგები და ამ გადაცემის სახელს შევცვლი და გააცუცურაკე იქნება ამიერიდან. ამიტომ ახლა სტუდიაში გაჟღერდება გააცუცურაკეს პირველი და უკანასკნელი კითხვა. მაქსიმუმ 2 ქულა შეგიძლიათ რომ აიღოთ. Amazon-ის საწყობებში გამოყენებულმა AI სისტემამ ერთხელ თანამშრომელი დააჯილდოვა შესანიშნავი მუშაობისთვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელი იყო, დაწერეთ თქვენი ვერსია. ფურცლები უნდა ჩაგვაბაროთ. ლაშა სულს ბიერის ახლა. წეჭი ვერა ვერაფერს. ვერას დროს გაიგებ ლაშას სახეზე ვერანაირ ვერაფერს. ლაშა ურთიერთობაში როგორია ნეტა? სამი პასუხია, მეგობრებო. თვითონ AI, რეზინის მანეკენი და თანამშრომლის ფორმაში გადაცმული ჯონი სინსი. ამ სამი პასუხიდან ერთ-ერთი არის სწორი. მე ჯონი სინსი მგონია. ის მართლა ვინ დაწერს? გაბანა დაწერდა, ვინ დაწერდა. მოთამაშეების მიზანია გამოიცნონ სწორედ ეს ერთი სწორი პასუხი, რითაც ერთ ქულას მიიღებენ. მაგრამ თუ ისინი შეძლებენ და მინიმუმ ერთ მონაწილეს მაინც გააცუცურაკებენ, დამატებით მეორე ქულასაც დაიწერენ. ბენი პირველიო? თვითონ AI პირველი. პირველი მეწერა გადავაკეთე ეთქობა კიდევ. ეგეთი ბანალური უბრალოდ. და 2. მე მეწერა თავიდანვე ეგ, საკუთარი თავით ხო. და ჩემივე პასუხს გავყევი ბოლომდე. მინიმუმ ერთმა მონაწილემ აიღო 2 ქულა. მინიმუმ ერთმა მონაწილემ აიღო
1 ქულა და ვიღაცამ აიღო 0 ქულა. სწორი პასუხი მეგობრებო, გახლავთ რეზინის მანეკენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბენი და რაბანა 0-0 ქულას იღებენ. ბექამ რადგან პასუხი გამოიწვია 1 ქულა, მაგრამ როგორც ხვდები მესამე იყო თქვენი პასუხი და რადგან გაბუნიამ როგორც გამოიცნო, ასევე შეადგინა მინიმუმ 1 მონაწილე, 2 ქულას წაიღებს გაბუნია. აქ რომ ყოფილიყო USA to Georgia's AI ასისტენტი კაია, მას არ შეეშლებოდა და რეზინის მანეკენს არ გადასცემდა საუკეთესო თანამშრომლად. რადგან კაია არის არამხოლოდ უბრალოდ AI აგენტი, არამედ ის არის თანამედროვე ტექნოლოგიების AI ასისტენტი, რომელსაც შეუძლია დეკლარაციების გაკეთება თქვენს მაგივრად, საბაჟო პროცედურების გავლა, კონტროლი, მონიტორინგი თქვენი ამანათების 24/7-ზე და არამხოლოდ მსგავს პროცესებში დაგეხმარებათ, არამედ შეუძლია ის იყოს ასევე shopping ასისტენტი, მიწეოთ ნებისმიერი საიტის, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პროდუქტი და შემოგთავაზებთ როგორც ვებსაიტს, საიდან უნდა გამოიწვიოთ და ასევე გაგიწევთ კონსულტაციას. ამასთანავე დავამატებ, რომ AIA გახდა Rufus-ის Amazon-ის AI ასისტენტის მეგობარი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე სინქრონში შეგიძლიათ Amazon-ისა და თქვენი USA to Georgia-ს აკაუნტები მართოთ ძალიან მარტივად. მადლობა USA to Georgia-ს, რომ ჩემი ახის სპონსორია. და ბოლო რაუნდზე გადავედით, რომელიც იქნება ტრივია ჩემ შესახებ. მე თქვენ დაგისვამთ 5 კითხვას ლაშა გელაშვილის შესახებ. შენც არ მყავდე ხა? ხო, საქმეც მაგაშია, მეც რო არ ვარ ეგეთი. ნაკლებია შანსი, რომ თქვენ რომელიმე კითხვაზე ზუსტი პასუხი იცოდეთ. ბოლო რაუნდში მონაწილეებს მოუწევთ ჩემ შესახებ 5 კითხვაზე გასცემ პასუხი. თითოეულ კითხვაზე ის, ვისი პასუხიც ყველაზე ახლოს ან ზუსტი იქნება, მიიღებს 1 ქულას. კითხვა ნომერი 1. რამდენი კილო ვარ? აი რა. დილას ავიწონე და ზუსტად ვიცი უზმოზე აიწონე. კილოსა და უზმოზე ავიწონე. შეიძლება ლაშა მოვიდე ახლოს? არა, არ შეიძლება. არა, თქვა აი. რაბან, ამდენი ხანი ძმაო. თუ მე ვერ დამაკვირდი. თუ ჩემს ფორმებს არ მე შენ წონას არ ვაკვირდები, ისე გწევ ხოლმე ჰაერში და. ჯერჯერობით ლიდერობს 5 ქულით გაბუნია. შენ თუ გამოიცნობ გაბუნია რამდენი კილოა? მე მოგცემ შენ 2 ქულას. გაბუნია იქნება 60. არასწორი. აი, მე შენ იქნები 85. ეს იქნება პლუს მინუს 80. ბენ იქნება გძეტა 75. ჩემზე მეტია. 87 ვარ რაღაც, მე ყველაზე დიდი ვარ, ბრავო. თუ შეიძლება მოვატრიალოთ. არა, რა დაწერე ბიჭო? 87 და 300. ონკია 87 კილო კაცი კინახავ? 76. 71-ო და 46-ე გაბუნიას ნახე თავის წონა მაინც. ერთ რაღაცას გეტყვი რა. ჩემზე მეტ წონა იქნება თუ არა? არა. არ იქნება? როგორ არ იქნება ჩემზე მეტ წონა? მინიმუმ ჩემზე მაღალია. აღალია, ხო. 79 ვარ მე. მე სქელი ფეხები აქვს ჩემზე. ეთქვის. დილას უზმოზე ავიწონე და ჩემი რეალური წონა, მეგობრებო, გახლავთ 82 და 800. აჰა. 5 კილოთი ვარ აცელილი. პლუს 1 ქულა ბატონ რაბანას, პლუს 1 ქულა. კითხვა ნომერი 2. რამდენი წლის ვარ? ვაიმე, წელი ადრე მეგკითხე, ბიჭო. მოდით რა ვქნათ, იცი, დღეებით დაწერეთ. მიგარი. მე დავიწყე ბატონო მაშინ შენ. შენ ხარ 29 წლის და 156 დღის. თქვენ ფიქრობთ რომ 34 წლის. რაბან თქვენ რა 31 წლის და 90 დღის. 30 წლის და 67 დღის. მე გახლავართ 31 წლის და 69 დღის და რაბანას პლუს 1 ქულა მეგობრებო. თავიდან ვფიქრობდი რა 31. გალდენი 30 დღით ავწდი თუ რაღაცა. ღადაო? შემდეგი კითხვა ვაგრძელებთ. რომელ საჯარო სკოლაში ვსწავლობ? ჩემი ეხა ეგ უკვე როგორ ნა ეგ შეიძლება შობელმაც არ იცოდეს. რიცხვით უნდა რიცხვი იყოს. დაწერე. რომელიღაც ნომერ საჯარო სკოლაში. მე მეგონი ვიცი. თუ იცი დაწერე ჩემი. დაწერილი მაქვს, გამოტრიალებული მაქვს. ბაშა, უბანი მითხარი. უბანი მაინც გითხარ. აი ხა ეგრეა. არა, ჯობია ისე იყოს. ხო, იმიტომ რომ მე შეიძლება არ ვიცოდი. მოდით მოვატრიალოთ. უბაში ხო, საიდან ვიცი რავი, უბაში რაღაცა იცი იქნება. მე რა ვიცი, აბა რატო კითხულობ მაშინ? პროსტა საჯარო, შეჩება. ანუ, ტიპმა მინუს ქულა აიღო. 59. 53 მიწერია მე. სამი და პირველი სკოლა. პლუს ქულა დაეწერა რაბანას, იმიტომ რომ მე ვსწავლობდი 67 საჯარო სკოლაში და ყველაზე ახლოს არის. რაბანა ხდება? 43 უწევია. მეოთხე კითხვა. რამდენი დღის უკან ვიყავი დალაკთან? ბიჭო, ეს რაბან, ეს თუ გამოიცხადე. ლაშა. დიახ. შეიძლება რომ დატრიალდე ერთი? აი ესე.
ჩემს უსაყვარლეს სტილისტ ალეკო ჯებისაშვილს მოვიკითხავ აქედან. თმა კაი მდგომარეობაში გაქვს ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ლამაზად გამოიყურებით ბატონოლაში. მადლობა. ერთი კულა მაჩვი. მოიცა ეწოთი, მოიცა. რამე. მესიჯი ნახე რაბა რომ მოგწერე. მოიცა. გაიხსენე რა მოგწერე. მაშინ რომ დაურეკე და აუ რაბა ვერ დაგირეკო დალაკთან რომ მოიწე. რომ მოატრიალოთ თუ შეიძლება 5, 10, 16 დღის წინ და თქვენ რა გიწერეთ? 5 საათის წინ. ვაუ. ბეკასა მომხარი? ალო. 5 დღის წინ ვიყავი მეგობრებო. ზუსტად 5 დღეს და გამომაიღო. პლუს 1 კულა. მე შენ დაგინახე ლაშა. ადოლაშა, ფრენ შემთხვევაში რა ხდება თუ კიდე ერთი აი ბრეიკი და ოზიზე შემოვა კითხვა. ოზიზე მე ვიცი ძმაო. რას ამბობს კატასტროფამდე. გაცინო. და მე კატასტროფა ეჭიდება. და ბოლო კითხვა მეგობრებო. რამდენია ფეხის ზომა? უნდა დაწეროთ. ფეხის გამოყოფ არ შეიძლება? შეიძლება. მაგიტომ დგავა რა ისე. ოზის მივწერ მესიჯად რა. ან რო იცოდით რომ მე არ გეგონოთ რომ აი აბანას ან გაბუს ან ვიღაცას ემაშოები რა და მიწერილი მაქვს. კარგი, ეს არის ბოლო კითხვა, რაც იმას ნიშნავს რომ თუ რაბანა მოახერხებს კულის აღებას, მე ძალიან ბევრ რაღაცაში დავეჭდები თუ რაბანამ გამოიწო ფეხის ზომაც კი. შეიძლება მოატრიალოთ. 41, 44, 44 და 43. რავი, ოზი ანახე მესიჯი. 43 არა 43-ს წერდი მეთქე 44-ს დავწერ. აი ეს ხო არ იჭრება, ეს მონაკვეთ ხო არ იჭრება. რაღაცაშია საქმე აქ ზმა. ეს არ ამოჭრათ ბიჭო. და იმას ფეხის ზომაც თუ რა საყვარლები ხარ თუ რა ხდება? წევ ხარ? საყვარლები. გადაღების მე. აი ბრეიკია, მე-6 კითხვა გამოვა. ოზიზე, რამდენი შეყვარებული ყავდა ოზი? აუ, შემი კარგი. ბიჭები ითვლება? ბიჭები თუ ითვლება, ვეღარ გამოვისოთ, იმდენია რა ვიცი. რამდენჯერ არის ოზი ბოზდებში ნამყოფი. რამდენჯერ არის ოზი პოლონეთში ნამყოფი? ოპა, რაბანა ითulis თუ რა ხდება? ვაიმე რაბან ესეც ყველაფერს იცნობს ბიჭო, ხო არ გადო. მაგრამ ეს ჩემი აზრით მე გამოვიცანი ძმაო, იმიტომ რომ ოზი ჩემიანი. მოატრიალეთ თუ შეიძლება. 13. ჩემი კარგი. ყველა 13 გვიწერია? 13? რა ამბობ, 13 ჯერ წელიწადში დადის. ეხა ყველა ფეხის ზომა. ორივეს გიწერიათ ერთნაირი პასუხი. რომელიღაცა უნდა ან გაზარდეთ, ან დააკელით რომელიმემ. მე ვიზავ, კაი. და თქვენ გაზარდეთ თუ მოაკელით. 19. იცით რაზე თამაშობდით? მე გითხარით რომ დღეს განსაკუთრებული პრიზი გვექნებოდა თქო. ეს თამაში ჩემმა ოზიმ შემომთავაზა რომ მოდი პრიზი იყოს საუკეთესო ტეტრისელის სტატუსი. შეიძლება რომ წავაგო? და ჩვენ აქ გვაქვს გვირგვინი. ვაუ. და მე ამ გვირგვინს გადავცემ თუ შევა გამოიწიე. შენ არ გაფარებ. შენ არ დაგაფარებს, რა თქმა უნდა. მაშინაც მოიწიე. და მე ამ გვირგვინს მეგობრებო გადავცემ ბიტ რაბანას, იმიტომ რომ 17 არის ოზი პოლონეთში რა ნამყოფი. იყო შეჩება გააჯვი და იცხოვრება. რაბანას გამარჯვება. მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებთ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ და აი ამ ultimate ვერსიას კიდევ შემოგთავაზებთ სხვა სტუმრებთან ერთად. წარმატებები. ეს წვალა და მგონი კარგი გადაწყვეტილება იყო რომ მე უფრო ხშირად მიწევ ხოლმე შენ არხზე, ხო ხედავ რას გვანან ის.